80 ავიმოჩვენება, ტრაუმიტის სული. აქამდე არ ვიცოდი, რომ თურმე კამბოჯაში ადამიანებს 19 სული გვაქვს. სხეულის ყველა ნაწილს თავისი, თმას, ფეხებს. როცა გაუპატიურებენ სულს კარგავს, ვიღაც გართმევს. ტრაფიკინგის მსხვერპლ ქალებთან 98 წლიდან ვმუშაობ. მას მერე, რაც ქალთა საკითხების მინისტრი გავხდი. ჩემამდე მხოლოდ კაცები ინიშნებოდნენ ამ თანამდებობაზე. პირველი რაც გავაკეთე, ერთი კამბოჯური ანდაზა ეჭქვეშ დავაყენე. კაცი ოქროა, ქალი თეთრი ქსოვი. დავუფიქრდით, თუ ოქრო ტალახში ჩაგივარდათ, გაწმენთ და უფრო მეტადაც იბჭყოდებს, მაგრამ თუ ქსოვილი დალაქავდა, ის სამუდამოდ გაფუჭებულია. თუ ქალიშვილობას დაკარგავ, თეთრი ქსოვილი აღარ ხარ. ყოველ წელს კამბოჯაში 30,000 ბავშვი ერთვება პროსტიტუციაში. 11 წლის გოგოებს ატყუებენ, სამუშაოს პირდებიან, ოჯახებს აშორებენ. მერე ისინი სექსმუშაკები ხდებიან. მე ერთ-ერთ მათგანთან მუშაობ. მონიკული. სულების გამოძახების რიტუალს ახლა მონისთვის ვაკეთებ. მონი მაღლაღანს დააღწია თავი ბორდოს. მის მკლავებს 19 თოქს შემოვახვით, მისი 19 სულის. მთელი ამ ხნის განმავლობაში არაფერს ახურს. ჯერ მხოლოდ ბავშვია, ლამაზი ბავშვი, ღიმილით და ყველაფრით. მაგრამ შეხედავ და მიხვდები, რომ დაბნეული დაკარგა. შეხედავ და მიხვდები, რომ სული დაკარგა. ცარიელი, დეპრესიული. როდესაც გაუპატიურებაზე ეკითხები, მხოლოდ ამას ამბობს. მე დავკარგე სული. კაცმა წამართვა ჩემი სული. სულების გამოძახების რიტუალს ვაკეთებ, იმიტომ რომ, როგორც ვთქვი, ეს ჩემი კულტურის ნაწილია. მაგრამ ჯერ არ კი იმისი, რასაც ვაკეთებ. არა მგონი. ყველაზე მტკივნეული ისაა, პატარა გოგო რომ გეუბნება, დამიბრუნე ჩემი სული. მე ამ თხოვნას სამართლიანობისთვის ბრძოლაში ვიყენებ და ვამბობ. დაეხმარე მონის სასამართლო მოუგოს იმ ტრაფიკერს. ეს იქნება სამართლიანობა. და მართლაც, მონი იგებს სასამართლოს. ტრაფიკერსა და ბორდელის მეპატრონეს დამნაშავედ ცნობენ და ციხეში უშვებენ. მაგრამ ვერასოდეს პოულობენ იმ კაცს, ვინც პირველად გააუპატიურა მონი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონის აღარასდროს დაუბრუნდება სული. მსხვერპლი მხოლოდ მაშინ გამთლიანდება, როცა იმის შიში აღარ იქნება. რომ მას ისევ გააუპატიურებენ, ისევ გაყიდიან, რომ ის კაცი დაბრუნდება. მაგრამ თუ ის კაცი მეზობლად ცხოვრობს, მონის ყველაფერი მივეცით. ის ჩვენთან მოვიდა და ჩვენთან ცხოვრობდა, მაგრამ ვერ შეძლო, გაიქცა. ოჯახს მთლიანად ჩამოშორდა და ახლა საწყაცაა, რომელიღაც სხვა ბედაში.